მაქსიმუმში ესე იგი რა დანიშნულება აქვს ღვთისკაცს, როცა ბიბლიის ფურცლებიდან გებულობთ ჩვენ ესე იგი მეფეთა წიგნებში, ღვთისკაცი არის და საერო კაცი არის მეფე. მეფე მაგალითად არა აქვს შეთავსებით მეფეს ღმერთთან პირდაპირ საუბარი გააბასოთ. ავიღოთ დავითი და საული და ასე შემდეგ, იცით ეგ სოლომონი, ხო? მათ ყავთ ღვთისკაცები. მოდი თანამედროვე ქართულად ვთარგმნოთ. პატრიარქები. პატრიარქი ყავს და პატრიარქი რო თუ რაღაცა პრობლემაა, პატრიარქს ელაპარაკებიან. პატრიარქეს იგივე ღვთისკაცი ელაპარაკება, ერთ შემთხვევაში სამუელი არის, იქ ნათანია, ყავთ ხო გახსოვთ ეგა? და ესე იგი რა მოვაცანა აქვს სასულიერო პირს მიუთითოს საერო მეფეს რომ შეცდომებს აქვს ადგილი და არასწორად ცხოვრობს, არასწორი აქვს ურთიერთობა ღმერთთან და აქედან ტანჯვა არის ხალხის. აი ეს არის მაგის ფუნქცია. გადმოვიტანოთ საქართველოში. რა ამოცანა და ფუნქცია აქვს საპატრიარქოს? ასრულებს ეგ მაგ დავალებას? თუ ამას ავიღებთ აქსიომად, მაშინ პატრიარქი ყოველთვის უნდა ეთქვა სააკაშვილისთვის რომ არასწორად იქცევი. არასწორია შენი ქცევები და მისი გამოსვლები ყოველთვის ესეთ უნდა ყოფილიყო. კი არ უნდა გამოსულიყო ნათელაშვილი და გინები კი არ უნდა ეკლოს ყველაფერი და ყველა ხალხი რო აგინებდა პრეზიდენტს, იმიტომ რომ სააკაშვილი არის ესე იგი პატრიარქის თქმით განწესებული ღმერთიდან, ხო? თუ ბიბლიიდან ვიხემძღვანელებთ. ამიტომ გინება არანაირად სწორი არ არის, რომ რიგითი ადამიანი აგინებს განწესებული იგივე პრეზიდენტს მეფეს, იმ ძველი გადმოვიტანოთ ტერმინებია შეცვლილი, იმიტომ რომ იქვე არის პატრიარქი და პატრიარქი ლოცავს მას და აკურთხებს. პატრიარქი კი როგორც ღვთისკაცი და ღმერთთან მოლაპარაკე, მის ლოცვას აზრი აქვს და ამართლებს იგი პრეზიდენტის ყოფნას. ისი არ დალოცავდა. როდესაც ის არ ამართლებს სამუელი საულს, იმ წუთში ეუნება რომ შენ უკვე უნდა დატოვო ისა. და დატოვებული იქნა. ხო ის გაჯინიანდა, მაგრამ დატოვა. უთხრა რომ შენ უკვე შეჩერდა მადლი ღმერთმა შენზე თქვა უკვე წაგერთმევა ის რაც მოგეცადა. შენ ადგილზე არის დავითი. გახსოვთ ხო ეგ ადგილები? გადმოვიტანოთ ისევ საქართველოს მაგალითზე რა. თუ ამ ლოგიკით ვიხემძღვანელებთ, 9 წლიანი აი ეს უბედურება რაც ხდებოდა საქართველოში, ამაში აუცილებელი მონაწილეობა ქონდა შიოლაშვილს. და ერთ შემთხვევაში ვაკრიტიკებთ და ვაგინებთ სააკაშვილს და შიოლაშვილი არის ხელშეუხებელი. ეს არის თორა დარღვევა აი ამ კანონებისა, რაც მოწებული აქვს თაებრივი ღმერთის წიგნიდან და ამას რატო არ აცნობს ამ წიგს, როგორც აბსოლუტურ ღმერთის სიტყვას ქართული სიფრთხე არ მესმის. და რანაირად ახარ ქრისტიანი მე ვერ გავიგე, ხო? მოკლედ პატრიარქი გასასამართლებელი არის თუ არა, იმიტომ რომ არც ერთხელ შეგონება არ მიუწია სააკაშვილისთვის. საჯარო თქვი ტელევიზიით თქვი, გამოდი მიუთითე გამოსვლაზე რომ არ იქცევი შვილო ჩემო კარგად. ესე არ შეიძლება. იცოდე ტყავი გაგძვრება და იმის მაგვირად რომ რაღაცა ეს ლოცავს და აკურთხებს და ლოცვა და კურთხევა ნიშნავს ღმერთიდან ესე იგი მინიჭებას ძალაუფლებისა სააკაშვილისა. სხვა სიტყვებით 9 წელიწადი სააკაშვილს მინიჭებული ქონდა ღმერთიდან ძალაუფლება და ამის გინება ხალხიდან არ აირეკლება კარგად და განრისხდება ღმერთი თელ ხალხზე. მითხარით არის თუ არა ვინც ბიბლია იცის? ვინც ბიბლია იცის ის ბეყეა და ბეყეთთან რა უნდა ვილაპარაკოთ ახლა ბეყე ხალხთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს. რაღაცას უნდა დავეყოთ როცა ვსაუბრობთ ხო? ბატონო, რამდენად იყო ღმერთისგან დადგენილი ეს კაცი და ხო შეიძლება ეს კაცი ყოფილიყო და არის სატანის მიერ დადგენილი, სხვა კითხვა შეიძლება. ვიზი ალაპარაკი? აი თვითონ ილიაზე. მე ახლა რომ ვილაპარაკე, ხო იცი როგორ ვილაპარაკე? ჩემი აზრი ხო იცი რა არის? ეს მიმყავს საუბარი იქითკენ რომ აქამდე უნდა მიხვიდეთ თქვენ. ხალხი ახლა ვილაპარაკები მორწმუნე. მორწმუნე ქართველი რო არის ბეყეები მანდა. რომ გავხსნა მისი ტვინი გავხსნა და მიიყვანო იქამდე როგორც შენ მიხვედი ახლა. აქ მივდივართ უკვე. რამდენად არის ეს კაცი იქ? აი აქამდე მიგიყვან, ჩემი კითხვებით აქამდე უნდა მიგიყვანო შენ. და ამუშავო ჯამში ამუშავდეს შენი გონება. ჩემი აზრით რომ თქვი ეს მე მივაგენი ამას რომ არანაირად კიდე გავიმორებ. რა თქმა უნდა, შიოლაშვილი ემსახურება სატანას. მის სამსახურში დგას. ამას გაიზიარებს ვინმე? ამიტომ ჩვენ უძლებელად კითხვები უნდა დავსვა და აზრები თვითონ ადამიანმა თვითონ წარმოშვას და თვითონ მოვიყვანოთ მოძრაობაში. ჩვენ ახლა დასკვნებით ვლაპარაკობთ, როცა ვიძახი სატანასთან არის ესია, ისია და ამას არ ღებულობენ. ეს ჩემთვის არის ნათელი და გასაგები. ახლა ლაპარაკი არის როგორ გავაგებინოთ, იმ წამს კითხვები უნდა დაუსვათ და თვითონ უნდა მივიდეს, თვითონ. ჩვენი არ ჯერა მას და ყველაზე მეტად დაუჯერებს თავის თავს. თუ დებილი არ არის და ხო ყველა მწერა კითხვა იცის. ჩვენ კითხვებით ავამუშაოთ და ვამუშავებთ ახლა. შედალოცვილო კაცო, თუ აკურთხებს ამას. პატივს არ აცებს შიოლაშვილს. ესე იგი მე კითხვა სად მიმყავს რომ თვითონ მორწმუნეში გამოიწვიოს ის რომ უკვე შიოლაშვილიც იცი მაშინ სწორად არ იქცევა ეგა და დაიწყო უკვე აზროვნება. აი რას ემსახურება ჩემი კითხვების დასმა. და ამიტომ დასვით რა კითხვა კაცო ეს ვის სამსახურში დგას საპატრიარქო? ვის სამსახურში? და ერთხელ და სამუდამოდ ეს საკითხი გადაიჭრას რა. ეს ამას მიაგნეს რეფორმატორებმა როცა აღმოაჩინეს რომ კათოლიკური ეკლესია არ იდგა ღმერთის სამსახურში და იდგო მეფეების სამსახურში და აძრობდნენ ხალხს ტყავს. აბა რეფორმაცია რა იყო? რეფორმაცია ღმერთის წინაშე აჯაყება კი არ იყო.
ეგ იყო აჯანყება იმ ეკლესიის წინააღმდეგ, რომელმაც ღმერთი საერთოდ გადაუდგა და სატანას სამსახურში ჩადგა და ხალხს ტყავს აძრობდა. და ზუსტად აი ეს გაიხსნა რა კარები, აფეთქდა ყველაფერი და ხალხმა ამოისუნთქა და ღმერთმაც თითქოს მისცა რაღაცა კანონებზე. თავისი დაწესებული კანონები მიაგნებინა მეცნიერებას და იფეთქა მეცნიერებამ. მეცნიერება ისე არ იფეთქებს. როცა სატანასთან გაქვს ურთიერთობა, ის რამის გაპოვნინებს შენ? დაგტოვებს ქვასთან, როგორც აი ინდიელი ტომები და საერთოდ რამდენი ველური ტომია დღეს იმაში. თოხი არ იციან. ხედავთ და არ უნდა დასვათ კითხვა, რატომ არის ბნელი ერი? იმიტომ რომ ის ფიზიკური კანონები, ბიოლოგიური კანონები, ის მეცნიერული კანონები, რომელიც ღმერთმა გააჩინა იმისაც, რომ ადამიანი კარგად იყოს, ვერ პოულობს ადამიანი, იმიტომ რომ არ უცხადია, ბნელია და იმიტომ. როდესაც უკვე ეს გაიხსნა რეფორმაციას რა მოყვა, გახსოვთ? დიადი მეცნიერული აღმოჩენები. მანამდე რატო არ იყო აღმოჩენები? მანამდე იყო აბსტრაქტული ჯელობები და მედიტაციები ბერძნული ფილოსოფიის სახით. მაგრამ არაფერი არ აღმოუჩენიათ ბერძნებს. არაფერი. პირიქით, ასეთი განვითარებული, აი ესეთი ფილოსოფიური სკოლები, განვითარებული სკოლები კი იქამდე ვერ მივიდნენ, რომ დედამიწა კი არა დგას ერთ ადგილზე. არამედ ეგ ბრუნავს მზის გარშემო და არაპირიქით. და დააბნელეს და დააყრუეს ყველაფერი და იცით რომ არაფერი არ აღმოჩენილა მე-5 საუკუნიდან მოყოლებული ვიდრე მე-14 საუკუნემდე. აღმოჩნდა რაიმე? ამი რატომ უწოდებენ მაგას საბჭოთა იმაში სივრცეში მარქსისტები დაყრუების პერიოდს? ბნელეთი. მანდი უფრო იყო ჭრეტა და გონება და რაციონალური არაფერი მეცნიერება, არაფერი. ამას იწყებს უკვე ექსპერიმენტი ისმედის ბეკონი. ეს რომელი საუკუნეა? ამას წინ უსწრებს რა? რეფორმაცია, ღმერთთან ურთიერთობის გასწორება. აი მერე აფეთქდა ყველაფერი. მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ. შემდეგ ისე გაერთო ხალხი ამ აღმოჩენებით, რომ ღმერთი დაავიწყდათ. რა კარგი რა, ჩვენ ადამიანს თურმე შეძლებია პოვნა. გამიგე და ამ წავიდა უკვე ისე გაერთნენ და ისე იმასაკნე გადიდგუნდნენ და ღმერთი აღარ უნდათ. ესე როცა ღმერთი აღარ გინდა და ვარსეუნები მისი აღმოჩენილი კანონებს სარგებლობს უკვე სატანა და ეს გამოითოფების შენები აღმოჩენილი კანონებით ღმერთის გარეშე. და ღმერთით აღმოჩენილი კანონები ჰარმონიაში იქნები და გამოიყენებ ამას მხოლოდ იმიტომ რომ კარგად იყოს ჰარმონია ბუნებასა და ადამიანს შორის. გაწიეს რა ღმერთი? შეგაიფთენ მეცნიერებაზე? რაღაც გინდა ღმერთი კაცო. და რა ეხლა გადახედეთ რა ხდება? აი ეს ფაზებია, ესე ვიდრე რეფორმაციიდან იქიდან მოყოლებული, ვიდრე მე-20 საუკუნის ჩათვლით. ეხლა საქართველოს საერთოდ აი როგორც იტყვიან ზაბარტონ. გემი მიდის ეს რა ვიცი უკან მოჩანჩალებს. ამიტომ ის მევა მარტივი კითხვა. კაცო, საპატრიარქოს რა ამოცანა ქართულ სივრცეში ამიხსენით ხალხნო რა? ეს რა დაყოფა არის სასულიერო, სახორციელო. სული თუ არ არის სწორედ გამართული, ხორცი როგორ უნდა იყოს გამართული სწორედ. იმიტომ რომ ხორცის წარმართველი სულია და ეს საპატრიარქოში არაფერი თათბირი არ ტარდება ისე რომ საპატრიარქოში არ იყოს შეთანხმება. არაფერი არ ხდება ისე, ხო იცით არა? მონსტრი არის სააკაშვილი და ეს საყვარელი რატო არის ერთი აი ესეც ამიხსენით რა? ამიტომ დასჯა გამორიცხულია. ნაცმოძრაობის დასჯა ეს არის გამორიცხული. და აი უნდა იყოს მიმტევებლობა, აი კაი ტერმინი აქვს მაგათ და ხალხი უნდა აუჯანყდეს ახლა. ამიტომ ხალხი სანამ არ გამოფხიზდება და პირველს არ აუჯანყდება მართლმადიდებლურ რელიგიას, მანდ იოტისოდენა ცვლილება არც ეკონომიკაში იქნება, არც მეცნიერება ხომ მკვდარია. რაც უფრო გაშალა ფრთები მართლმადიდებლობა მეცნიერება მანდ მომკვდარია. პარადოქსი ის არის რომ საზღვარგარეთ ყველაფერი აღმოჩენილია და გადმოწერაც კი არ შეუძლიათ. აღმოჩენილია ყველაფერი. წიგნები დაწერილია და ვინ არ ყზავავს ამას? აი რა უცნაურია რომ უკვე თარგმნილია ყველაფერი დაწერილია და აქ საქართველოში მაინც სიყრუვი და სიბნელეა. ამიტომ არის საჭირო გამთავისუფლდეთ იმ მარწუხებიდან, შავბნელი მარწუხებიდან, რომელსაც ეს ცრუ რელიგია ქვია და რომ მოვახდინოთ ისეთივე რეფორმაცია, რომელიც გაიარა ევროპამ. არა და ჩვენ სიბნელეში აღმოხვდება სული ხალხანო. ეგ პატრიარქთან დაკავშირებული საუბრები ტაბუდადებულია საქართველოში. ესე რომ განიხილოთ ეხლა თქვენ როგორც იხილავთ პატრიარქს და ზოგადად საპატრიარქოს, ჯერ არავინ არ გაგიჩერდება, თან თუ გაგიჩერდება, აუცილებლად გამოგლანწყავს, ან რაღაც შეურაცხყოფას მოგაყენებს, ან არ ვიცი რა. აქ ეგეთ თემებზე ვერ ისაუბრებ ელემენტარულად. პატრიარქის კეთილშობილებაზე, სიკეთეზე, ქველმოქმედებაზე და ჭკვიანობაზე ჭორები დადის. და სააკაშვილს და მას შორის რა ურთიერთობა და რა დიალოგებია, ეს ხალხისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ჭორად იციან, რომ აი სააკაშვილს თავისი გზით ვერ წაიყვანა სააკაშვილი და მათ შორის უთანხმოებაა. აი ესეთი ჭორები არის, ანუ პატრიარქი რო კეთილია და ღვთიურია, ეგ ჭორია რა. ეს ჭორი რო დადის, ჭორი ათმიდა მემიდა და მედია საშუალებებით გამოვიდა და დაადასტუროს ეს შიოლაშვილმა, რომ არ უჯერებს ეს პრეზიდენტი მას ჩემი სიტყვებს და აი ეს ბევრ რამეს ნათელს ყოფს. ეხლა ჭორი ათმიდა, ჭორი ეხლა ის კარგია, ეს ცუდია, მით უმეტეს მერევლის გასაგონად. ხო და შედალოცვილო. მოდი, აი ეს პატრიარქი ამ ჭორებს ბოლო რომ მოეღოს, გამოვიდეს და დააფიქსიროს სახალხოდ და საჯაროდ, დიდი ავტორიტეტის კაცია, რომ რა უთანხმოება აქვს პრეზიდენტსა და მაგას.
ამას რატო არ იძახის? რის ეშინია? ამიტომ რა თქმა უნდა ახლა ჭორი. ჩვენ უნდა საღაზრს გავყვეთ, იცი? ეგენი შეთანხმებული არიან, ერთად მუშაობენ, ერთად მოქმედებენ. ერთი მსოფლმხედველობის ხალხი არის და გვატყუებენ. არავით არის მან ღვთაებრიობასთან საქმე არ აქვს. საპატრიარქოს არავითარი დავალება არ აქვს იქითა ქვეყანასთან კავშირი, მაგას აქვს მთავრობასთან, ყოველთვის ბერკეტი იყოს მთავრობის და დასაყრდენი, თუ გაუჭირდება მთავრობას, მხარში ამოუდგეს. ეხლა ისტორიას თუ გადავხედავთ, დამისახელეთ პერიოდი, სადაც უღალატა მართლმადიდებლობა მოქმედ მთავრობას და გავჩერდები. თუნდაც აი ბაგრატიონებს, უღალატა როდისმე ეკლესიამ? მითხარით რა, როდისმე თუ უღალატა და ეკლესიამ წაიყვანა ხალხი და ეკლესიის იმით გადააყენეს ყველა ბოროტი მეფე და თუნდაც კომუნისტურ სივრცეში ვინმე. მითხარით აბა? ესე იგი ეს ყოველთვის არის მხარში ამომდგომი იმ კრიზისებისა, როდესაც საქართველოში რაღაცა კრიზისები წავა და ხალხი ხედავს პრეზიდენტს და იმას უნდა დააბრალოს და ისე აფეთქდა რომ ეხლა უნდა ჩავქოლოთ, გამოხდება საპატრიარქო და ამას ჩააცხრობს. თუ ვერ მოახერხა ეს, როგორც ვერ მოახერხა გამსახურდიას დროს, ლოკალურ ხასიათს მაინც მიანიჭებს. და ლოკალური ხასიათი მოგესალმებით რა იყო? რუსთაველის პროსპექტზე თოფების სროლა ისე ჰაერში. ეხლა მასიურად მან მკვდრები არ ყოფილა, ხო გახსოვთ? ყველა ისრო და რაღაც უაზროთ. არავინ არ მოუკლავს რუსთაველის პროსპექტზე. რამდენადაც მე ვიცი, ორადორი კაცი დაიჭრა. სროლა იყო უაზროთ, ხო? ესეც ხო საინტერესო არის. და სულ შენობებს ესროდნენ და ცეცხლები გააჩენეს, მაგრამ მან ისეთი სროლი თუ იყო ატეხილი ორი კვირა, უნდა ყოფილიყო მან სულ მცირე 200 კაცი მკვდარი. იყო ვინმე მკვდარი მან და არავინ არ იყო დახოცილი. ისე იყო უაზრო სროლები იყო. და ეს ხო სპექტაკლი იყო ისე გათამაშებული. შესაშინებლად სროლები. აი ისე რომ სირიაში რაც ხდება და იმაში დაერივნენ ერთმანეთს და სულ ცოტა 2000-3000 კაც დაალაგეს. მასეთი რამე იყო საქართველოში? არა. მასიური ჟილეტვა სადაც არის ქართველი იქიდან გამორბის. აი სოხუმი მაგალითად გამოქუსლეს იქიდან. როცა ეს თამაში გადავიდა რეალურ ბრძოლაში, ერთი წელი თამაში მიდიოდა, მე უცებ შემოვიდა ერთი დესანტი და რაღაცა 1 საათი, 2 საათში კუდით გვაასროლინა სულ ყველას. აი უკვე როცა ასევე იყო ოსეთში. ცოტა ხნით ოსეთში და ცხო იყო თამაში. დროშაც ფრიალებდა. უყურა როცა შემოვიდა ისე დესანტი და გაკუდით გვაასროლინა ამა და მე მოყვებოდნენ თბილისამდე. ეს რა არის მეთქი? აი მაგას ვიძახი რა არის? ილუზიაში რატო შედის ქართველი? აი სოხუმში ვიბრძოდით. აი ისენი ყავს ვეტერანები. ომობანა ითამაშე შენა. ასევე რუსთაველის პროსპექტზე ომობანა გააჩაღეს. და ომობანას რუსთაველზე არავინ არ მომკვდარა, ხო იცით თქვენ ეგა? უცნაური ის იყო, რომ ბრმატყუებს არავინ არ შეეწირა რა. შენობები ალბათ ყველა მიატოვა შენობა თუ რაღაცა, მაგრამ ეს იყო ბრძოლები, რაღაცა უფრო იმას გავდა საწვრთნელი სამხედრო გაკვეთილებიდან იყო ესა და პარალელზე სადღაც 400-500 მეტრაში თუ 1 კილომეტრში ბაზარში ხალხი გოჭებს ხილულობდა. სად იყო გაცდა მაგისი? ვინც იქ ცხოვრობდა, იმას შეეშინდა ეხლა არეული ხალხი ისროდა ქუჩაში რაღაცებს, ხომ რუსთაველის, მაგრამ იმის იქით გაცდა ეგა? არა ხო? არც სამოქალაქო დაჯახება იყო ერთი, მეორე. ესეთ რამე არ ხდება საქართველოში. აი ეს პერიოდი პატრიარქმა ვერ დაარეგულირა. ვერ დაარეგულირა და წავედი ეხლა მე რა, ჯანდაბამდე გზა ქონიათო. მაგრამ ის მაინც გააკეთეს, ხომ არ ჩაგვახედებენ ყველაფერი იმაში ჩვეულებრივ ადამიანებს, რომ ეს არ გაცდენია რუსთაველის პროსპექტს. არ გაცდენია რა, იქ და რუსთაველის პროსპექტსა ყველა სროლები ვისაც უნდა და იჯექი და წადი, აი იქ არის თამაში, იქ არის სპორტო, თითქოს არენა იყო და ვისაც უნდა აიღეთ თოფი და იქ სროლი წადი. მე გამაკვირვა იმან, რომ ამ სროლებს 10 კაციც კი არ მომკვდარა, მაშინ როდესაც 9 აპრილს უფრო მეტი დაიხოცა. 9 აპრილს ესე თოფი არ გავარდნილა, ხალხი გადათელეს და გადარბენა გადმონა ლაფატკებითა და იმეებით რტყმით გარდაიცვალა რამოდენიმე. მაგრამ მან ცეცხლსასროლი არაღით არავინ არ მომკვდარა. 21 კაცი იყო თუ 19. გახსოვთ ალბათ, ხო შევადარე ახლა მე და ესეც აზროვნებისათვის, რომ რაღაცა კითხვა გამოვიტანოთ დასკვნა. რა არის ეს ფოკუზნიკობა როდემდე იქნება? და აი ხლაც ეს თეატრალობა და ფოკუზნიკობა როდემდე იქნება, რომ ჭორიდადის პატრიარქი წმინდანი არის და წმინდანს არ უჯერებს უწმინდური. ამიტომ უწმინდური მოვიშოროთ, ეს წმინდანი დაავტოვოთ. არა, ვითარ შემთხვევაში მე ამას არ გავიზიარებ. თუ უწმინდურს სააკაშვილი უწმინდურია, არ უჯერებს წმინდას, რატო ლოცავს და აკურთხებს ეს საჯაროდ და სახალხოდ? გამოვიდეს და თქვას, რომ უწმინდურია სააკაშვილი და პირველი ეს მაგან უნდა თქვას და არა ნათელაშვილი მაგინოს ტელევიზიით. არაფრით არ შეიძლება ეგ. თუ არის ის ნათელაშვილმა და არის ის საპატრიარქო, რომ მეცამეტე რომელების თავის თანახმად პავლეს წერილი მეცამეტე თავი, რომ თავრობა არის განცდებული ღმერთიდან. რანაირი სულელიც არ უნდა იყოს. სულელი არის შენ დასაჯელად, ჭკვიანი არის შენს გასაბედნიერებლად. აი იქიდან არის ეგეც. რატო არა თქვა ეგა? ასე რომ მან ეს ამოცანა უნდა გადავჭრათ რა ჩვენ თავში რო გადავი. მე გადაჭრილი მაქვს ეგა და მოწესრიგებული მაქვს. აი გააქვთ რამე პერსპექტივა? დამანახეთ ეგ პერსპექტივა და ან გამიხარდება, იცი? რა მომავალი გაქვთ მათ თქვენ? თქვენ რა იმედებით ცხოვრობთ მან და რას უყურებთ, რას ელოდებით? ეს ოპტიმიზმი თუ გაქვთ, მეც დამანახეთ რა, გამახარეთ და კარგი არის ეგა.
ხო, მე მაგალითად ვეღარ ვხედავ მაგას. ზედმეტად პესიმისტური ალბათ შეიძლება მოვეჩვენო სხვას. და მაგრამ მივესალმები კაცს, რომელიც დაასაბუთებს ამას და არ მინდა ისეთი ცაში გამოკიდებული ოპტიმიზმი არ მინდა მე. მე მოусმენ კაცს, რომელიც მეტყვის რომ აი ეს მომავალი გვაქვს. აი სააკაშვილი მოვიდა, კაი ბატონო, ისა ხო რაღაცა მაშინ ახალგაზრდები. აი ეხლა ის ახალგაზრდები სად არიან? მე რომ მწვდენ ყელში. მე რომ ვეუნებოდი 2007 წელს რომ ეს არაფერი არ გამოვა, არაფერი არც ევროპა არ არის, არაფერი ეს არის სისულელე. ის გაგიჟდნენ როგორ ევროპა. აი ახლა მაინტერესებს ახალგაზრდები. რა იმედები აქვთ? უფრო და უფრო დაბნელდა ქვეყანა, ყველასათვის ცნობილია რომ არანაირი ევროპა მანდ აღარ არის უკვე. თანდათან რა ვიცი, ბანელს თუ აღარ აჯერა თორე. დღეს უკვე სახელმწიფო დონეზე არის ის, რომ დამთავრდა დასავლეთი. დასავლეთი ეს არის შემეცნებული როგორც ბოროტება და არავითარი დასავლეთში გაერთიანება ქართველებს აღარ უნდა. ეხლა რა პერსპექტივა აქვს ქართველებს? რა თუნდაც ინგლისურები? აი რა თუნდაც ეს უცხო ინსტიტუტები? აი რა საჭირო არის თქვათ აი უცხო ენებზე სწავლა? აი რა პერსპექტივა აქვს ახალგაზრდას? ქვეყანაში სადაც აი დომინანტობს რაღაცა კრეტინიზმი და მართლმადიდებლური სიყურვე სიბნელე ყველა ახალ აზრს და საღას წინ წლებში ახალს და აზრი ჯერ რა ვიცი ქართველს რა აქვს ევროპიდან შემოსულ აზრი ესე ვთქვათ ის აუჯანყდება და ფაქტურად ისეთ ვითარებაში ჩაგაგდებთ როგორც შუა საუკუნეებში ეკლესია აგდებდა მეცნიერ მუშაკებს ტყავს აძრობდა ყველას არავინ არაფერს ხმას არ იღებდნენ სანამ ეს ღმერთმა არ მიცდა და რეფორმაცია არ დაიწყო ეგრევე ხო მე უკვე უძლური იყო ეკლესიაც. მე ვეღარა თქვა ეკლესიამ, რომ დედამიწა არის გაჩერებული და ეს ბიბლიაც კი არიცოდენ, საწერია ბიბლიაში, რომ გეოცენტრული სისტემა არის. საწერია ეგ ბიბლიაში. ბიბლიაში პირიქით წერია, რომ ეს დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. ესე იგი რა ბნელი იყო ის ეკლესია, რომ ამას ამართლებდა. და სხვათა შორის ამას ჩვენ და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ამართლებდა თომა აკვინელიც. სირცხვილი არ იყო ეგ, ასეთი გიგანტი სამსახურში ჩაიყენეს. არისტოტელე მოიხმარიეს. და არისტოტელის თანახმად დედამიწა არ ბრუნავდა მზის გარშემო, მზე ბრუნავდა დედამიწის გარშემო. არ არის ეხლა ეს სასაცილო? 1500 წელი აი ამაზე იჯდა რეფორმაციამ, ნახე რა კაი რაღაცები გააკეთა. და მე ეკლესიამ დაიწყო უკვე გამოძრომა, არა ტყავგასაძრობები არიან. აი ეს მართლმადიდებლობაც არაფერ ხებს საქართველოს მეცნიერების, ლიტერატურის, აზრის განვითარებას, ეს არაფერ ხებს. დამიტკიცეთ რა, თუ არაფერ ხებს თქვენ პირშაქარი. ეს აფერხებს, ამიტომ სანამ მანდ მართლმადიდებლობა იქნება. მაქსიმუმში როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა? ეკონომიკა მიბულია მეცნიერებაზე, ფილოსოფიაზე, ფსიქოლოგიაზე, საერთოდ ადამიანზე. აი ეს როგორ უნდა განვითარდეს მანდ ეკონომიკა? ყველაფერი იმიტომ დგას მანდ. ამ ეკლესიის გადამკიდე ევროპა დაიგმო, ამერიკა დაიგმო, საზღარი ამერიკა, საზღარი ევროპა. არ არის წმენა თურმე ამერიკაში, არ არის ევროპაში. მარტო საქართველოში არ წმენა. მითხარით ახლა ეს რა პერსპექტივა აქვს მანდ ახალგაზრდას რო ასწავლობს, ამთავრებს ინსტიტუტს, სად წავა ეგ ახალგაზრდა? სად იმუშავებს? რას გააკეთებს ქართული საზოგადოებისათვის და როგორ შეინახავს ოჯახს და როგორ იქნება დამოუკიდებლად აი ესე. თუ არა მარტო პარლამენტის წევრი. ყველა ხوار დაждდება ამ პარლამენტში. ყველა ხوار იქნება მინისტრი. არ მინდა იქნება ეს მინისტრობა და არ მინდა პარლამენტის წევრობა რა. აი რა პერსპექტივა აქვს, თქვათ, ინსტიტუტ დამთავრებულს, უნივერსიტეტ დაამთავრა კაცმა, იურიდიული დაამთავრა, ფსიქოლოგიური დაამთავრა, ფილოსოფიური. რა პერსპექტივა მანდ. ეგ ხალხი უმუშევარ დარჩება. ეს ხალხი მე არ უნდა შეეტენონ ეკლესიას, არ უნდა შეეტენონ პარლამენტს და ამიტომ უფრო და უფრო მოიმატებს მრავალპარტიულობა და რაც უფრო უმუშევრობა მოიმატებს საქართველოში, არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ კი აღარ დაინიშნება, არჩევნები იქნება ყოველ წელიწადს, იმიტომ რიგში დგას ხალხი და იქნება მრავალი პარტიები შეიკრიბება, რომ შეეხეთოს ყველას, იმიტომ რომ ერთადერთი ადგილი, აი წყარო, ოაზისი არის პარლამენტი და მთავრობა. ხომ ეგრეა? მათ შევარდა სწორედ ის ივანიშვილი. აი ივანიშვილს რა უნდა მთავრობაში? ბიზნესმენ კაცს რა უნდა მთავრობაში ამიხსენით? რა უნდა სპორტსმენს? რა უნდა მთავრობაში სპორტსმენ კაცს? გადი რა სპორტი განავითარებს, სპორტი გააჯანსაღე, ქველმოქმედება გაწიე, ფეხბურთი აწიე, სოფლიო დონეზე გავიდე, ენერგეტიკის მინისტრად მოგვევლინა კაცი, ბოთე კაცი, ფეხბურთელი. მილიარდელი მოგვევლინა პრემიერ-მინისტრად. ეს რა ქვეყანაა მეთქი ამიხსენით რა? რატო ხო იცით? დაიკავეს ადგილები. ამიტომ ყველა ესე ფიქრობს. გამოვა ხალხი ინსტიტუტებიდან. ლაპარაკი და ტლიკი ყველა მიცის. გაიზრდება თუ არა პარტიები? აი სულ ყოველ დღე ახალი პარტიები არის. ყოველ თვე, ყოველ წელიწადს. ეხლაც შეიქმნა ახალი პარტია, ქართველ პატრიოტთა ალიანსი. რატო შეიქმნა, იცით? იქ არის ხალხი უმუშევრები. თარხან მოურავი დამთავრებული აქვს გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი და გამოთვლითი ტექნიკა. ვერაფერს ვერ აკეთებს მაგ სფეროში ხო? ზის კაცი და მესიის როლში არის და მთავრობაში რომივა დაგმოძღვრავს ჩვენ. კი, მაგრამ ეს სპეციალურად რატო დაამთავრე? ასევე იქ არის კიდე ფილოლოგები, იქ არის იურისტები. უმუშევარი ხალხია, ხო? ამიტომ რას აკეთებენ ეს უმუშევრები? ქმნიან პარტიას, რატომ ქმნიან პარტიას? ატყუებენ ჯოგს და ითხოვენ საარჩევნო კოდექსის შეცვლას, მიიღონ მონაწილეობა და მოტყუებული ბრბომ აირჩიოს და დაჯდნენ პარლამენტში. არის თუ არა ესე? რამდენჯერ მოტყუდა ბოთე ხალხი და ხელს უწყობენ ამ ვიგინდარებს რიგრიგობით მანუჩარ მათ ჩაიწერა უკვე მე-13 იმაში პარლამენტში. ძალიან ბევრი უკვე 2-ჯერ და 3-ჯერ იჯდა იქა.
ერთხელ ვერ გააკეთე ვერაფერი და ეხლა რას გამიკეთე, ხო? აი რა პერსპექტივაა კიდე ვიმეორებ მან ახალგაზრდისთვის. არაფერი. და ახლა პარტიაში თუ არ შეეტენებით, თქვენ სამუშაოს ვერ იშოვი და აი არ მინდა იქნებ ეს პარტიები და ეს რაღაცა სისულელეები. დავამთავრე და მინდა რა ჩემს სპეციალობით ვიმუშაო რა. შექმენი რა ისეთ საზოგადოება რომ მე რაღაცა რომ დავამთავრე ესა. რა ჯანდაბათ ამას სახში ვუყურო ამ დიპლომს. მაშინ დავუყუროთ ეს ინსტიტუტები. თუ არ არის საჭირო ესა რა თქვინდა სასწავლებლები, გადახედეთ ყველა სოფელში უნივერსიტეტი არის. რა ჯანდაბათ გვინდა ამდენი სასწავლებლები, ამდენ გამოდის და გამოდის. ყოველწლიურად 25-30000 კაცი ამთავრებს და არის უმუშევარი. და მე ხელსაც იქნებს. არ არის ეს შემაფერხებელი ამ საზოგადოების შემაფერხებელი საპატრიარქო. მღვდლებმა მოიმატა. არ დაგავიწყდეთ ხალხო. ყოველ უბანში, ყოველ ქუჩაზე არის მღვდელი, წარმომადგენელი, ეგრეთ წოდებული მოძღვარი, რომელიც არის სირეგვენის და სიდეფექტეს განსახიერება. ამასთან მიდის ადამიანი და აჩოტებს აბარებს რა. ის გიშველის დეფექტიანი? ის მივიდა გაითბო ხელები, ჭამს, სვამს, მანქანაც აყავს, ცოშვიცაც უვლის და უმუშევრობაც არ აწუხებს, არც გამოვაგდებენ იქიდან. სამ ბოთე ხალხი იქნება, მღვდელიც იქნება. როდის იქნება ეგ ჯანსაღი საზოგადოება? აი როდის? არ იქნება. სანამ საპატრიარქო აი ესეთ ფესვებ გადგმული არის. სანამ ყველა ოჯახში მღვდელი არის. ეს ხატების წინდა უკან წანწალი, უფრო და უფრო ეს დღესასწაულები და რელიგიები, წმინდანები. ეს წმინდანები უკვე მილიონს გადააჭარბა საქართველოში. ყველა წმინდანია უკვე. ყველა დღე, ყველა საათი, მალე დღე კალენდარი, ესე იგი საათებიც კი განაწილება და საათები მერე წუთებად. და ალბათ მერე ყოველ 5 წუთში იქნება რაღაცა რიტუალები. მაგითკენ მიდის ყველაფერი, ხო? და რა ამ ფონზე უცებ გამოდიხარ და ეს მონსტრი ყოფილა სააკაშვილი. აი ნაცი მოძრაობა არის ფაშიზმი. და ამ ფაშისტთან თანამშრომლობდა შიოლაშვილი. 9 წელიწადი. კომუნისტებთან თანამშრომლობდა შიოლაშვილი. მთელი 20 წელი, 30 წელი. მაგრამ რატომ არის ეს კაცი წმინდანი? ყველა ბოროტებასთან, ბოროტი შევარდნაძე, ბოროტი გამსახურდია, ბოროტი სააკაშვილი. ხო ბოროტე იყო, ყველა იძახის მაგას. ამ ბოროტებასთან ყოველთვის თანამშრომლობდა ეს კაცი და შეიძლება ქრისტე ბოროტსთან თანამშრომლობდეს? შეიძლება ქრისტე ეშმაკთან თანამშრომლობდეს? დაასკვნას შიოლაშვილი ვისთან თანამშრომლობს? ვინ არის ამასთან? ღმერთი თუ სატანა? სანადვილია ვთქვათ, რომ სატანის პატრიარქია ეგ. ეს მის სახელებს არ ეს. და რა ზენიტში არის კაცი, მიხრწნილი ბერახჩუა კაცი, ორ სიტყვას ვერ აბამს. ლამის არის, რა ვიცი, ფრთები გამოაბეს და გორგოლაჭებით მიაჩოჩიალებენ, მოაჩოჩიალებენ. მიდის ახლა ამან უნდა მოსკოვში ბერახჩუას მიყვება კიდე თავისი ბერახჩუა ისინი ინტელიგენტები. აი რა საქმე აქვს მაგებს ახალგაზრდებს რატო გადაუკეტეს გზა? რატო გადაუკეტეს ახალგაზრდებს? ამას უფრო მეტი ტვინი აქვს, ახლა თუ 25 წლის ახალგაზრდას საქართველოში ამიხსენით. პენსია ამისთვის დასვენება ამ კაცისთვის არ არის. შევარდნაძე იყო მარაზმი და ეს ვინ არის? ეს ანგელოზია, რომ ვინ გააწმინდავა ესა, რა ვინ გამოათაყვანა ესე ხალხი, რომ ჩემი პატრიარქი. კითხვას არავინ არ სვამს. აი შიში, რელიგიური შიშია გაბატონებული მეგობრებო. დადიან სანთლებით, გიჟებივით. თქვენ ახლა ნახეთ 4-ში მაგის დაბადების დღე რა მოხდება. აი ნახეთ რა, სირცხული, აი ეგ არ ღირსებია არცეთ ბიბლიურ პერსონაჟს. ეგ არ ღირსებია არც იესო ქრისტეს. ქრისტეს რომელსაც ცოდვა გამოიჩხეთ, პატრიარქს არაფერი საქართველოსთვის არ გაუკეთებია. ეს არის აი ჩოილარა კაცი რო არის და არის ეს საპატრიარქო კაკებეს სამსახურში იყო, ყოველთვის სახელმწიფო სამსახურში და იქ ვიღაცა უნდა იყოს, როგორც თამადა უნდა იყოს სუფრაზე. ეგ არაფრის მაქნისი არ არის, ხო? თამადა რისი გამკეთებელია ოჯახში, არაფრის დაუძახებენ, მოვა სადღერძელოებ თქვი წათი. არც პურმალისში მიუღია მონაწილეობა, არც ეკონომიკაში, არაფერში. ის არის ლაქლაკა სუფრაზე, ხო? აი ესე არის ეს კაცი რელიგიაში. ეს არაფრის მაქნისი არ არის. აი რა პერსპექტივა აი მაჟერიალებს ტანში. სანამ ქართველი არ შეიგონებს იმას, რომ აი ეს ჯოჯო მართლმადიდებლობა რო ქვია, ეს რო შემოიხვია ყისერზე, ამას არ გადააგდებს. მე არანაირად არ ამჯერა, რომ ქართველი საზოგადოებაში რაიმე წინსვლა იქნება ეკონომიკურად, აზრობრივად და სოციალურად. და მორალურ ეთიკურად. არ ამჯერა მომკალით რა. და ჯერჯერობით ესე მიდის. ეს უფრო და უფრო ზენიტში არის ეს შაოსნების დიქტატურა რა. აი როგორ გაფუყული მღვდლები, ლოყაწითელი ბერია, ღიპებში რაღაც ჭამასმა, აი რა რელიგია აქვს? ჭამასმის რელიგია აქვს. ეხლა მანდრო ეხლა ქრისტიანი იყოს მღვდლები. ესენი იქნებიან პროპაგანდისტები, რომ არ გვინდა ეს ჭამა და რა. აი ეს რელიგია აკავშირებს თელერს სუფრასთან. თვითონაც სუფრაზე როზიან, ეხლა რო წავახსნილი ყანწები მღვდლები რო დაიჭერენ და აი ფაშფაშა ლოყებითა და ღიპებით რო არის. ვინც ვერ იტანენ იმ მღვდელს, ვინც არ ასვამს, ხო? მან ძირითადად 70% მსმელია მღვდლების, ხო? და როგორი ჭამასმის მოყვარულები არიან? ამიტომ აი მან მე პერსპექტივას თქვენი იმიდან ვერ ვხედავ, აი თქვენი განცდაში შევედი. ეხლა სააკაშვილის ოჯახობანა და მათი მოდგმა და შევარდნაძე ეგენი კარგად არიან მან და მაგ ხალხს არ ვეხები მე. აი რა გააკეთოს თქვენაერმა ხალხმა მეთქი რა, აი რომ არც იქით არიან პოლიტიკაში, არც ხო არის ეგეთი ძალიან ბევრია ხალხი, რომელიც არ ეტენება არც ეს და არც მეორეს. მოკლედ პატიოსანი ცხოვრება რატომ არ შეიძლება მაგ ქვეყანაში რა? რაღაცა
სტანდარტები არის და არ მინდა მეტი ხო არის რომ ადამიანს ვისაც უნდა მეტი ჯანდამამდე გზა ქონია მაგრამ ვისაც არ უნდა მეტი და მინდა ერთი წესიერად ვიცხოვრო რა არ მინდა შფოთიანი ცხოვრება იმისთვის პირობები რატო არ არის რომ ხელფაზე ვიცხოვრო რა მოკრძალებულად მივიდე მოვიდე სამსახურში და მან ვაი ეგარ ცხოვრება და გადაბრუნდე მოკვდე ხო უნდა იწვალო მანდა რა უნდა იმამაძაღლო უნდა ვიღაცა შეეტენო ვიღაცა კაცის კაცი უნდა ყავდეს რა არის ეგ ამ ხრივ უპერსპექტივო ქვეყანა აი მე ვისაც ვიცნობ ახალგაზრდა ჯერ ჩვენი ნაცნობი ახალგაზრდები წინ არ წასულან რა აი ვერთი ვერ ვნახე ნაცნობი ახალგაზრდა რომ გამიხარდეს და რაღაც აი ოპტიმიზმი მომეცეს რომ აი წაიწყო რა დამიჯერეთ მე იცი როგორ გამიხარდება ახალგაზრდა მაგ პირობებით მე უფრო ცუდად ვარ ვიდრე თქვენ მე მგონი ახალგაზრდები ისე აი ჩემ თავს ვაიგივებ რა რაც იყო ჩემ დროს უფრო არესი მდგომარეობა თუ არ აყავს ვინმე ჩამწყობი ხარ გადაგდებული და არ მინდა რა იმასთან მისვლა ამასთან მისვლა ღიტინი ჩაწყობა ბიძაშვილი არ მინდა ესა ნუ ყველას ხო არ შეუძლია ეგა რა და აი ჯერ რამდენი ნაცნობი გვყავს ჩვენ ახალგაზრდა ვერავ ნახე რა რომ აი დადგა და მუშაობს აი ყველა გადაყრილია რა კურსები ყველას აქვს დამთავრებული აი წარმოიდგინეთ ისე რა თუდად უნდა იყვნენ ისენი რა მათ თავის დროზე ვეუბნებოდი მათ რომ არაფერი არ გამოვა იქ დარჩით სადაც ხართ არ დაიჯერეს დაგვესხნენ თავზე აი მაინტერესებს შემოვიდნენ ახლა და დამილაპარაკონ მე რა გავთვალე ისენი პირიქით მე გულშემატკივრობდი მათ რომ მართლაც ახალგაზრდამ დაიწყოს რა და მართლა ახალგაზრდისთვის მაინც შეიქმნას პირობები მანდა ჩვენ გავდგებით გვერდზე და წავიდეს რა ახალგაზრდა ბედნიერია რა ახალგაზრდა დამოუკიდებლად ცხოვრობს ახალგაზრდა მუშაობს ცოლი მოიყვანა ცალკე არის მუშაობს მაგარი რაღაცაა რა ეგ ხო რაღაცა არასტაბილური არის ეგ სამსახური ეგ დამოუკიდებულია იმ ურთიერთობებთან დასავლეთთან რომელიც არის და ეგ ხო შეიძლება შეწყდეს გადახვეწილი არიან ზოგი სადგარბის ზოგი სადგამორბის ხო მანდ ვისაც ნაცნობები ყავს დაკავდნენ ადგილზე ვისაც არავინ არ ახავს გაიყარნენ მესამე კატეგორია საერთოდ აი ვერსად ვერ მიდიან და გაუბედურებულები არიან რა და შეყურებენ ამ ბიძინას და ამ შიოლაშვილს ეგეთ უმუშევრობა ისე ვიზრდება უმუშევრობა მატულობს ყოველ წელს უმუშევრობა მატულობს ხო იმიტომ რომ ხალხი მოსახლეობა გამოდის უამრავი ამთავრებს ინსტიტუტებს და ვერ აკავებ ამ ხალხს რა ხო ინსტიტუტი დაამთავრებინო კაზა სოფეში გაუშვა სათოხარში არ წავა ისა რანაირად ხა იურისტი კაცმა თოხი როგორ დაიჭიროს ხელში ხო ჟურნალისტმა სოფეში რა პამიდორი უნდა მოიყვანოს ხო და ვინ არის ამის თავი და თავი მიზეზი მეთქი აი მაგ გითხარით არასწორი ურთიერთობა ღმერთთან და ამას თავკაცობს აი საქართველოში ეგრეთ წოდებული საპატრიარქო ეს ასღარი ტერმინებია რა აი სანამ ეგ არ აილაგმება მაგ საქართველოს სივრციდან მე პირადად მე არ მაქვს იმედი რა ერთადერთი ეს ვნახე და ესეც ეყრდნობა რწმენას უბრალოდ აი ცთარო ჩავატაროთ რომ მითხრას რა გაძლევს ამის პირობებს აი 100%-იანი რომ გავაუქმო ეს მომცემ იმის პირობას რომ ნამდვილად აი მე რწმენა მაქვს იმისი რომ აი ეს თუ გაუქმდა რაღაცა დაიწყება აი ეს გაუქმდა რა რეფორმაცია უნდა განიცადოს ამან ის არაფერი არ მეგობრებო ეს სიყურე და სიბნელი არის მანდა რა მე ძალაუფლებას აძლევენ საპატრიარქოს ეგერ მე რო დავშვი კითხვა ინსტიტუტში შემოვიდა თუ არა ამას უკვე აძლევენ აი დიპლომებზე რო დიპლომზია ამას უკვე ერევიან და ესენიც მონაწილეობას ღებულებენ უკვე დიპლომის გაცემაში საპატრიარქოც ესენი ძალაუფლებას უფრო ყველა სტრუქტურებში შედიან წარმოიდგინეთ რა ელოდება მე ქვეყანას რა შეგნებულად აკეთებენ ამას რომ ხალხი გაიქცეს და სხვა ქვეყნებს მიაშუროს და ეგრე მაშინ ტერიტორიას ვკარგავთ ჩვენ თუ ხალხი მანდარი ცხოვრებს დამთავრებული ამბავი რა შემოვა სხვა ჩინელი შემოვა რუსი ხო შემოვიდა მათ ხალხი 20-30,000 ჩინელი უკვე ცხოვრობს მანდ ეგ 10 წლის მერე გახდება 100,000 თუ მალე არა აბა ქართველი მანდ არ გამრავლებულა არა ყველა გარეთ არის და არავინ არ წამოსულა უკან არ დაიძრა მასიურად ქართველები და არ შემოსულან ხო აიყარა პირიქით ორი რეგიონი დაცარიელდა ქართველი მოსახლეობისაგან ცოტა ხალხი ცხოვრობდა ერთგან ცხოვრობდა 350,000 კაცი მეორეგან ცხოვრობდა 30-40,000 კაცი საერთო ჯამში 9 მილიონმა კაცმა დაკარგა სახლკარი და ტერიტორია და სად გადაიყარა კაცშვილმა არის ეს ხალხი ზოგი მოკტა ზოგი რა ვიცი გაუბედურდა და ნახე და ეს საპატრიარქო ლოცავს ხალხს ამას არა აქვს წილი არანაირი რომ აი რეგიონი რომ ესე დაცარიელდა აი ესე რომ წაგვართოს აფხაზეთი ოსეთი საპატრიარქოს არა აქვს ამაში წვლილი აბა რა ვისთან არის ეს კავშირში ეს კაცი როგორ ვერ მიიღო სიგნალები რომ ამ კაცს დავკარგავდით მაგ ტერიტორიას ხალხო ფრთხილად რატო არ გააფრთხილა შევარდნაძე რომ გავაუშვა საუმრად აფხაზეთში კარგი ეს ჭორი დადის რომ არ უჯერებდა სააკაშვილი პატრიარქს ის ჭორიც დადის რომ არ შევარდნაძე არ უჯერებდა რომ წავიდა შევარდნაძე კაი სარდალივით და ჩაჯდა სოხუმში და წაყვა ხალხი საპატრიარქი სად იყო მაშინ რატო არ უთხრა რატო აკეთებთ ამას რატო არ მოუწოდა ომი ან ღმერთი თუ უნდა დაიწყო ან არ უნდა დაიწყო და თუ პატრიარქი ემსახურება ღმერთს და იქიდან იღებს რაღაც დირექტივებს იმდენი ვერ გაიგო რომ ომის დაწყება წაგებას ნიშნავდა ბიბლიაში ეგ არ არის ომს იწყებ იმარჯვებ იმ შემთხვევაში თუ ღმერთთან ახარ არა და გეუბნებიან არ დაიწყო პატრიარქმა მიიღო ცნობა ომი არ დაიწყო თორე ადგილს დაკარგავ და ეს უთხრა
შევარნაძეს და შევარნაძემ არ გაიზიარა, მაშინ გამოვიდეს და გითხრას. ამიტომ კიდე უბრუნდები იმ საკითხს. რო აბრალებენ ერთ ნაწილს. საქართველოს რო გაყვეს ორ ნაწილად. პატრიარქის საქართველოს არის აყვავებული და საპრეზიდენტო საქართველოს არის დაქცეული. ეს სწორი არის აზროვნებაში ხახნო. საპატრიარქოს საქართველოს არ მონაწილეობდა მთლიან საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში. და რომ მიითვისა რუსებმა რამოდენიმე ტერიტორია. ეს კაც ახლა რუსეთში მიწანწალებს, ხო? და რა ეტყვის ახლა რომ ეს არ გააკეთე რამეს ეტყვის? დაიხოცა ხალხი, დაკარგეს სახლები, აწიოყდა 9 მილიონი მოსახლეობა. იქ იყო მღვდლებიც. ისინიც გამოცვიდნენ და შეცვლიდნენ საპატრიარქოში. ამათ წვლილი არაფერში არ მიუძღვით? აფრთხილებდნენ საზოგადოებას? გამოდიოდნენ, მუშაობდნენ, ფეხდახ დადიოდნენ მღვდლები, დაიგლიჯეს წვერები, შემოიხიეს ტანსაცმელი, ხალხო არ გააკეთოთ. გადაუდგნენ იქა და დაიცვეს აფხაზეთის მოსახლეობა. როგორც ერთ-ერთი ჩვენი ტერიტორია და ქრისტიანი, დაიცვეს ეგა? სად იყვნენ სამღვდელოება? სად იყვნენ ოსეთში? ომს უყურებდნენ და მე მოწყალედ და როლი იკისრეს და მიცვალებულებს გამოყონდათ ეს რაღაცა მშვიდობა ჩამოვარდა. რა როლი აკისრია კიდევ ვიმეორებ საპატრიარქოს? რა ჯოჯუ არის ეს საქართველოში? როდის გაიგებს ერიამას? ეს ვიგინდარები მიდიან რუსეთში ახლა. თუ ტერიტორიების დასაბრუნებლად მიდის. შეასახლებენ ხალხს იქა აფხაზეთში? შევა 300,000 კაცი ქართველი იქა? შევა ოსეთში 60,000 ქართველი? თავთავიანთ საკარმიც მიაშურებენ? თუ ამაზე გააკეთებს, უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს რა. როგორ უნდა გააკეთოს ეს კაცმა? ზაკვალარეული კაცი არის, გაუბედურებული და უფრო დაგვაკარგინებს ეს ტერიტორია სანამ ეს საპატრიარქო და სანამ მართლმადიდებლობა საპატრიარქო საქართველოში იჯეჯილებს, ჩვენ ტერიტორიებს კიდე დავკარგავთ. მე ველოდები ტერიტორიების დაკარგვას კიდე უახლოეს 20 წელიწადში. დაიკარგება აჭარა, დაიკარგება სამცხე-ჯავახეთი. ამას მიყვება სამეგრელო. მე მაქვს ესეთი რაღაცა წინათ გრძნობა. 20-30 წლის მერე ეგ ტერიტორიები ჩვენი აღარ იქნება. დაგვშება თბილისი და თბილისელები, რომელიც იქნებიან სოფლელები. გააგრძელონ ეგრე გააგრძელონ. ასე შეიკვეცება ალბათ საპატრიარქოც და სამღვდელოებაც. ახლა თბილისში ახლა მღვდლები ბევრი ხო აღარ იქნება. იქიდან ხო აიკვეთეს ფეხი, აღარ სოხუმში არიან, აღარ ცხინვალში არიან. ნახავთ იქ ქართულ მღვდელს? ღმერთმა გამოაგდო თუ არა ეგენი? როგორ ეგენი ღმერთის საქმეს აკეთებდნენ და ღმერთი გამოყრიდა მანდედან მაგას. სადაც ღმერთი მუშაობს, იქ პირიქით გაგიშვებს, უფრო გააფართოვებს ტერიტორიას, უფრო გაგიშვებს, უფრო და უფრო შორს, უფრო დაგაპყრობილებს. ღმერთი ხო იცით როგორ მუშაობს? იწყება მუშაობა და ცნობიერების ტერიტორიები გადის და გადის. თუ ფიზიკურადაც აქვს დაგასახლებს. თუ არა და აი ამ ცნობიერებას გაავრცელებს. რა მოხდა საქართველოს მაგალითზე? პირიქით, შევიზღუდეთ, გამოყარეს და ავიწროვდა. თბილისში ჩამოვედით. ქუთაისშიდაც კი ვერ ვიკიდებთ ფეხს, აი ქუთაისშიდაც. ხო? იქიდანაც უნდა წამოვიდეთ პარლამენტი რაღაცა სულელური მიზეზებით. ქუთაის ქალაქსაც ვკარგავთ. იმის მაგურად რომ რამოდენიმე ქალაქი საქართველოს მიუმატოთ ყველანაირად, ინტელექტუალურად, ხელოვნებ ყველანაირად ჩვენ არა, ვერა და აი თბილისს ვერ შორდებით. ეს უკვე დაკარგულია ტერიტორიები, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად მთელი ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ. მტერს არ წაუღია, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად დავკარგეთ ტერიტორიები. არ ვაკონტროლებთ არცეთ აი თიან რეგიონებს. იქ არ ცხოვრობს ხალხი. არც სვანეთში, არც გურიაში, დაცარიელებულია საჩხერი, მაღალთიანი, სულ ყველაფერი დაცარიელებულია ეგა. დაგვრჩა კახეთი, ქართლი. ხო, აჭარა მოდი ვთქვათ, რომ ეს ჩვენი არ არის. ახლა თქვენ თუ თulit თქვენად მე არ ათვლი მაგას. არასოდეს ბათუმელი თბილისში არ ჩამოვა რა. იშვიათი რაღაცა არიან იქაც ერთი ცოტა ესეთი მოხურუშო მართლმადიდებლები ეგენ, მაგრამ ძირითადი მოსახლეობა თიანი რეგიონების სოფლები აჭარისა თავიდან ბოლომდე არ აღიარებს აი თბილისთან საქმე არ უნდა. ეგენი თურქეთთან არიან. გაძლიერებულად მუშაობს მოლები და უკვე 300-მდე მეჩეთი არის საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან ძალიან ბევრი მოდის აჭარის ტერიტორიაზე. არნაკლები საქართველოს თბილისშიც არის, მარნეულშიც არის. ხედავთ გვიტევს ეგეც. ასე რომ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს არ გადამრიოთ ხა? ამათი გადამკიდე კაცო, მართლმადიდებლობის გადამკიდე გინდა თქვენ რამე საქართველოს აყვავდეს? ხო, მე არ ამჯერა 20-30 წლის მერე ჩვენ ტერიტორიებს კიდე დავკარგავთ. დაიკარგა სამცხე, ჯავახეთი, ჭარბელაქანი, დაიკარგა 30% იქით არის წასული. დააკვირდით რამდენი ხანი ეგ ტენდენცია გრძელდება ტერიტორიების დაკარგვა და არ შეჩერებულა. ჩვენ რო დავიწყეთ დაკარგვა ტერიტორიების, ეგ გრძელდება კიდე. აი როდის დავიწყეთ ეგ ტერიტორიების დაკარგვა? ერთი დაახლოებით 400-500 წელიდან მოდის ეგა, ხო? როგორც კი ჩვენ კავშირი გავწყვიტეთ, არსებობა შეწყვიტა რა ბიზანტიამ, შემოვიდნენ ოსმალები, ჩვენი პრობლემებიც დაიწყო. მე უკვე თურქეთში გადავიდა, აზერბაიჯანმა წაიღო, სასომხეთმა წაიღო ეს კომუნისტური სივრცის დროს მოხდა, ხო? იქით რუსებმა წაიღეს, იქით სოჩა ისენი ჩვენი იყო კაცო ეგენი ტერიტორიები, ხო? რა ღმერთი უწყება საქართველოს, თუ სწორი ურთიერთობა აქვს ღმერთთან ტერიტორიებს რატო კარგავთ? ბიბლიის თანახმად ხო სწორი ურთიერთობა ღმერთთან ტერიტორიებს უფრო და უფრო გიფართოებს და დემოგრაფიულადაც იზრდება ხალხი. ეს რა უბედურება გჭირთ, ამიტომ ვიძახი წარსული გამოცდილებიდან ბიბლიური აი გნოსეოლოგიის ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა 20-30 წლის მერე. აი ეს ტერიტორია ჩვენი აღარ იქნება აჭარა, აღარ იქნება სამცხე, ჯავახეთი, აი მესხეთი დღევანდელი აღარ. ეგენი სასომხეთის არის, ეხლაც სომხების არის. უბრალოდ რუკაზე არ არის და
ებთო, იქ ქართველი არ ცხოვრობს. ქართველი ისე იბადება თბილისში და კვდება, რომ ვაფშე არ იცის ეგ ადგილი. ტურისტად თუ წავა ისე რა სკოლიდან. მაგრამ იქ ჩვენი აღარაფერი აღარ არის. ენაც აღარ არის იქ ვრცელდება და იქ ვართ უკანასკნელი მოხიკანებს თუ ნახავთ იქ ქართველებს. რა რამდენი პროცენტია ქართველი იქა? წადით იმოგზაურეთ, წალკაში იმაში, წადით ნახეთ რა. რაც დემოკრატია დაიწყო, ქართველი დაზარავდა, აიყარა სოფლებიდან ხალხი და წავიდნენ. გაიქცნენ. ზოგი თბილისში ჩამოსახლდა, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა. სხვადასხვა წყაროებით 1.5 მილიონზე მეტი ქართველი წავიდა საზღვარგარეთ და აღარ ჩამოდის. ეს ტენდენცია გრძელდება და ივანიშვილი დაგვირდა რომ აყვევებულ საქართველოში შემოვა ხალხიო. მაჩვენეთ ვინ შემოვიდა, ვინ დაიძრა, ვინ მოდის მანდ. ეს ყველაფერი მე ვადანაშაულებ არასააკაშვილს. კომუნისტურ სივრცეში გასაგებია არ ვადანაშაულებდი მართლმადიდებლობას. კომუნისტურ სივრცეში კომუნისტებს. იმიტომ რომ ათეისტური იყო ქვეყანა. მაგრამ მაგის მერე უკვე რომ კომუნისტური აღარ არის რესპუბლიკა და არის უკვე თეისტური და პატრიარქი არის თავარი. ყველა უბედურებას მე ვაბრალებ საპატრიარქოს და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ყველა წარუმატებლობას რაც ხდება საქართველოში დემოგრაფიული ესეთი არეულობა, გაქცევ გამოქცევები, უტვინობა, ეკონომიკური რაღაცა ესეთი უმუშევრობა. აი მე პირადად მე ბრას ვდებ და ხელს ვადებ მართლმადიდებლურ ეკლესიას და არანაირად მთავრობას. არც ერთ მთავრობას აღარ ვაბრალებ მე მოყოლებული 91 წლიდან. შევარდნაძის პერიოდი გამსახურდიას არეულობა სულ ყველაფერი ეს ბრალი ედება მართლმადიდებლურ ეკლესიას. და ეს ბოთე ხალხი როდის გაიგებს ამას? ამდენად დაიწყო ხო ეს აფეთქება, რელიგიური აფეთქებების გამო მოხდა ტერიტორიების დაკარგვა. თუ არასწორი იყო ურთიერთობა ღმერთთან, არასწორი პროპაგანდა, არასწორი აზროვნება, არასწორი ყველაფრის ინფორმაციის შეტანა საზოგადოებაში და ამის თავკაცი იყო ქართული მართლმადიდებლური სატანური ეკლესია. გრძელდება თუ არა ეგ? და ეხლა მიდის სატანა იქ რას მოილაპარაკებს წად და გაიგეთ. შეიძლება ვაფშე ლაპარაკობენ საქართველოს გაყიდვაზე. ამას როგორ ვენდოთ ჩვენ? კაკებეს გენერალს ვენდოთ ჩვენ იქ მიდის 20-ში რუსეთში. რა უნდა ამას იქა? რატომ მიდის? წავიდეს პირველი კაცი ვინც არის საქართველოში. რატომ არ მიდის პირველი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი? რა უნდა ამ კაცს? ესე იგი ეს არის პირველი საქართველოში. და ამა ყველა უბედურებები მოგვიტანა რა. 77 წლიდან. მორიგი უბედურებისთვის ემზადება აგერ წავლენ რუსეთში. და ხალხს გონია ბედნიერებას მოგვიტანს. ნახოთ აგერა. ეს ხალხი კიდე ისი არის, როგორ არის, იცი აი, პატრიარქი, ჩვენ პატრიარქზე არ თქვა არაფერი. ავდა შენ პატრიარქი და ნახოთ ერთი, აყვავდი როგორ აყვავდები, დაგვანახეთ ერთი რა. მე კიდე სადგაექცევი ამ ფაქტებს. გეუნები რომ დაგემხობა თავზე ქვეყანად ეხლა. რაზე ბრაზობს, მე ვერ გავიგე რომელიღაცა ბოთე, რომ 77 წელს მოყოლებული არის გახსნა, გათახსირება და ყველანაირად გაუბედურება და ფაქტებს სადგაექცევით. სწორი დამოკიდებულება ღმერთთან რო აქვს საპატრიარქოს, უნდა აუყვავდეთ, უნდა გავგავნვითარდეთ. უნდა ვისიყვარულოთ, უნდა ვიყოთ მაგრად, მთელი რეგიონი უნდა აყვავდეს და ვადი და ყვავილები უნდა იყოს ქვეყანაში და ხრიოკი გახდა საქართველო, ხრიოკი. გადაიყარა ხალხი, ზოგი ციხეებში გამოვლპა, ზოგი საზღვარგარეთ ციხეებშია, ზოგი ბოზობს და ზოგი რა ვიცი მოსამსახურეებად არის და ეს საპატრიარქო ზიზო წვერებ მოშვებული დადიან და რა ვიცი ჯურებ ჩამოკიდებული და გალობენ და ნანატრისს აქვს. ამათ მისია აქვს ერის გაწყვეტის. საპატრიარქოს მიზანი არის ერი გაწყვეტოს და აგერ ნახავთ თუ არ გაწყვეტავს თუ დროზე არ მოეგო გონებაზე ქართველი ერი. საშინელი თვითონ თეისტური მასში შევიდა საქართველოს და არასწორი ურთიერთობა გამას ჯობდა ისევ ათეიზმში დარჩენილიყვნენ ესენი კაცო. ეს უფრო მრისხანებს ღმერთი რომ იყენებს სახელს და ძალიან ცუდად იყენებ ხო? და ყველაფერი უკავშირდება ამ დაქცევა და ყველაფერი ამის აღორძინება სამშაბნელი რაღაცა რელიგიისა, რომელიც სატანა არის ამის ცენტრში და ეს ხალხი როგორ არის ესე დაგიპნოტიზირებული მე არ ვიცი რა. ეს რა უბედურება ესა კომუნისტები გასაგებია რატო ეტენებიან მაგათ მარქსი ხედავენ მაგათი ძველ კაცს და შევარდნაძეს უყურებენ მაგაში ახლა რო უყურებენ და ეტენებიან ხო სულ ძველ ხალხი ეტენება მაგას და ეს ახალგაზრდები რო აყურեն ეგ არის ჩემთვის ძალიან უცნაური სახიფათოობაში მიდის უკვე საქართველოს მთლიანად მაშინ უნდათ გამოყოფა თორე ვინც 64-ში მიდის იმას არ ეყოფიან ახლა გამოეყოფი მილიარდელ მამა შენს გაღატაკებული მამას ლოდს და შენ მუშაობ და არაფერს ის არ გაართმევს გამოეყოფი ამიტომ მე ვერ ვხედავ მაგაში ისეც რომ ზარების შემოკრათ ეს არის ლოგიკური აი ასე დაქცევას დიდხანს მეგრელები ვეღარ უყურებენ და იცი რა მოდი რა ჩვენ გავიდეთ აღარ გვინდა რა და დაუჭერენ რუსებთან და რა აღარ მინდა რა შენთან ყოფნა კაცო რა მუშევრობა აპარტახება რა როდის უყუროს ახლა ეგ ჩაულებრივი ამბავია მოხდება ეს ყველგან ესე ხდებოდა როდის ხდებოდა დაშლა ხო რაღაც დაშლა მაშინ მიდის როცა უკვე უფსკულისკენ მიდის მთელი სახელმწიფო და ყველა გარბიან რა ცაცარ აი კრიმინალურ სამყაროში წესია გაქურდავენ რაღაცას და როცა გამოიკიდებიან იძახენ ახლა ყველა ცაცარკე გავიქცეთ ხო ერთად ვერ ვირბენთ ხო ვიღაცა მაინც გადარჩეს სახიფათოს წინაშია ეს მთლიანობა ეს კრიმინალური ჯგუფი ზემუქრება მთლიანად ლიკვიდაცია და დაშლა იმიტომ არის რომ ვიღაცა გადარჩეს ქვეყანაც ესეა სახელმწიფო
როცა უკვე რაღაცა სახელმწიფოს აქვს როგორც მთლიანი ორგანიზმის დაშლის საშიშროება, კატასტროფის საშიშროება, უფრო სწორია ვთქვათ, მაშინ ყველა შემავალი ისე ერები გარბიან. და რა არის ამაში ცუდი? მე მგონია ოჯახიც ეგრეა. ოჯახშიც თუ არის რაღაცა ძალიან ომი და რაღაცა დაშლაც მიდის, აი არ მინდა რა, შენ თან ყოფნა ცალ-ცალკე გავუში და ის ოჯახის უფროსი დედა და მამა, აი ოჯახი და ერთად ვიყოთ, არ უნდა იმას შენ თან ყოფნათ. უყიდე რა ფული გაქვს, ცალკე წავიდეს და უფროსი სიყვარული და სიტკბო იქნება, ხო? ის კონსერვატორული იდეები, ბიბლიური იშლება ეგ. როცა სხვადასხვა არის ოცნება, როცა სხვადასხვა არის ერთი ჭერქვეში ცხოვრება, ეს არნიშნავს კიდე ოჯახობას. ერთ სხვადასხვა ოცნებით ვართ გაერთიანებული და რა გვინდა, რა გვერთიანებს, ცალ-ცალკე უნდა წავიდეთ. და ეს არის აუცილებელი კანონზომიერი მოთხოვნილება. როდესაც ხდება დეგრადაცია, მაშინ ხდება დაშლა. როდესაც ხდება პროგრესი იმ თვალსაზრისით ცნობიერებისა და ეკონომიკის, ყველას უნდა ინტეგრაცია. ევროპაში ინტეგრაცია რატომ მოახდინეს ეგრეთ წოდებულმა ტილიანმა ქვეყნებმა? იმიტომ რომ ევროპა ყვაოდა. ჩაფხავებული ქვეყნების ინტეგრაცია თუ გახსოვთ თქვენ. აი რომელი ჩაფხავებული ქვეყანა გაერთიანებულა? არც ერთი. პირიქით, რაც უფრო ჩაფხავებულია ქვეყანა, უფრო გარბი გამორბიან, ხო? იშლებიან. და აყვავებული ქვეყანასთან ყველასთან უნდა ინტეგრაცია და შესვლა. ხო, ევროპა იყო მოწინავე და მოიდომა ყველა აღმოსავლეთმა შეტენვა იქა და იცი რა ხელი მოვითბოთ. და საქართველოს მაგალითზეც ახლა საქართველოს შედგება ტომებისაგან, ხო, ტომია, ხო, სვანი, მეგრელი. ტომების გაერთიანება არის ერთ ქართულ სახელმწიფოდ, საერთოდ ყველა ქვეყანა ტომების გაერთიანება არის. და ენის ქვეშ გაერთიანება. ეხლა როცა გემი იღუპება რა, მეგრელი ბუნებრივი ამბავია, თქვას ვაღარ მინდა შენთან. აფხაზაც მათ ეგ გააკეთა, იცი? მემუქრები შენ დამოუკიდებლობით დამემუქრა ქართველი და ჩემი პიროვნებას შლიდა და წაშლე ემუქრებოდა აფხაზის ყოფიერებას გამიგე მე მინდა გავიგო კიდევაც უბრალოდ აფხაზი მოტყუდა და რუსისკენ წავიდა დამოუკიდებლობაში ვერ წავიდა ესე იგი ერთ საშიშროებას გაექცა აფხაზი და მეორე საშიშროებაში შევიდა ეს არის მისი შეცდომა თორე თავად ის ფაქტი რომ შენ გაურბიხარ საშიშროებას ქართველებიდან მე აფხაზების მხარეზე ვარ მაგრამ სვამ კითხვას ვისთან გარბიხარ აი რო იტყვის რუსთან მიგეთყვი აი ეგეც რასაც გაეკეცი შენ და იმ საშიშროებას რო შენი ლიკვიდაცია მოხდება რუსეთთან შენი ლიკვიდაცია აი ეს არის ჩემი პასუხი აფხაზზე ასევე ოსიც რას გაურბის ოსი ქართველების შეეშინდა დემოკრატია მე შემავიწროებენ ამიტომ გაქცევა ოსისა სწორია მაგრამ სად გარბიხარ რუსთან გაიქცა ეგ არ გაქცეულა ინგლისში აი არ შეერთებულა აფხაზეთი ბრიტანეთს აი მაგალითად აფხაზეთი რო წაეღო ამერიკას ან ჩვენ გავრაზდებოდით არ გავრაზდებოდით იმიტომ რომ ამერიკისკენ ჩვენც მივდივართ დაგვასრო ის წავიდა მაგრამ ეგ რუსებს შეეტენა ხო და გამოიწვია ამან არეულობა და ამაში წვლილი რა თქმა უნდა ქართველებსაც აქვთ ამიტომ ბუნებრივი ამბავია ინსტინქტი არ ნახობს ამას საშიშროებას საიდანაც მოდის იმას უნდა გავექცემე და მოდი ვთქვათ რომ აფხაზად საშიშროება ქონდა ქართველებისგან ჯერ ქართველს აქვს ქართველისგან საშიშროება აი ხო აი დღევანდელი ისტორიული სენი გადახედა ქართველის უბედურება აღმოჩნდა ქართული მთავრობა და ახლა აფხაზეთიც ახლა ის არის გასამტყუნებელი რომ წავიდა ჩვენგან არ უნდა შენთან ასევე მეგრელი რამდენ ხანს უნდა უყუროს მეგრელმა ამათ სისულელეებს ყველაზე ბევრი მრავალრიცხოვანი მეგრელები არიან საქართველოში ტერიტორიაც არ აქვს ისეთი ისა შეუგდებენ იმას და თუ ეგ წამოეგო და რუსეთთან აქ მე მაგათ გავამტყუნებ მიდიხარ ჩემგან და რუსეთთან მიდიხარ ჩემგან ისეთი საშუალება გექნება რომ მთლიანად შენ მე გაგანადგურო მაინც ქართველი ბოლომდე ვერ დაიპყრობს ვერც აფხაზს ვერც ოს და ვერც მესამეგრელს ამიტომ მეგრელს თუ უნდა გადარჩენა გადარჩენისთვის რუსთან აღარ უნდა წახვიდე არა მაგრამ გადარჩენისთვის ღმერთს მიაკითხე და უკეთესი ქრისტიანი გახდი თუ ქართველი არ მოგწონს მიზეზები იკულიოს მეგრელმა რატომ არის ქართველი ამ დღეში და აფხაზსაც მიზეზები უნდა ეკვლია ქართველი რატომ არის ამ დღეში მან კიდე მარტივი ხერხს მიმართა რუსებს შეეტენა აქედან აფხაზეთი როგორც ასეთი წაიშლება ყველაზე მეტი ასიმილაცია რუსეთიდან არის აფხაზისთვის და ფაქტობრივად იქ აფხაზური ენა დამთავრდა იქ რუსები არიან მოდი ვთქვათ ისინი არიან რუსები უკვე გარუსთენ აფხაზები აფხაზური არაფერი არ არის ჩოხის გარდა აი ქალები ცოლად მოყავთ და გარეთ არიან და რა აფხაზური კულტურაზეა ლაპარაკი და რა შეუქმნია აფხაზ და საერთოდ აფხაზი როგორც რაღაცა აღარ არსებობს განზოგადებოდა მუზეუმში თუ ჩამოკიდებ მაგას ეგენი არიან გარუსებულები ასევე ოსებიც გარუსთნენ მოხდა ასიმილირება ამ ნაწილის აფხაზი ქართველები რო იყვნენ მანდა და შემოტენილი საიდანღაც ეს ვითომ აფხაზი რო დაარქვეს და ამ დროს აფხაზი უფრო ქართველი არის ხო აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ქართველები მეგრელები და ესენი გამოყარეს და ეს ვიღაცა აფსუები ჩამოსახლებული რაღაც ჩრდილოეთიდან ტერიტორია გაიგივდა ამ ჩამოსახლებულ ხალხთან და ტერიტორიას მართმევენ და ფაქტობრივად რუსებმა მოიგეს და ყოველთვის დიდები თამაშობენ დიდ როლს ტერიტორია რუსებს უნდა და აფხაზებს დედას უტირებ შევაზიჟღებ ქართველებს საშიშროებას დავანახებ საქართველოსდან და არა ჩემიდან ასე ფიქრობს რუსი წამოეგო ეს დებილი ამაზე და აფხაზეთიც რა თქმა უნდა აფხაზეთი დამთავრებულია მე აფხაზეთის საქმე დავამთავრე
ოსები სამხატვრო ეგენი დამთავრებული არიან. რა განვითარდება ხლა, რა აფხაზი უნდა განვითარდეს და რა ოსი ხლა. ლაპარაკი არის ჩვენზე ხლა. მოგვიჩოჩდა ესა და ესე მოდის. ახლა სამეგრელოსაც ემუქრება ეგა. იქით ხო უკვე სომხების არის ეგა. სომხები ცხოვრობენ, იმათი არის ახალციხე და ეს. აჭარა კიდე ხლა ენა არა აქვს. თორე დიდი ხანი ეგენი 1000-ს მოგცემდნენ. მან ენაში აგდოს თურქებმა და დამთავრებულია რა. რევოლუციის გარეშე ესენი გიწავლენ. რუსებიც ეთყობა გარიგება ალბათ თურქებთან თუ რაჯანდაბა, რაღაცა ეთყობა უკვე აღარ აქვს პრეტენზია რომ იქ ჯარები და რაღაცა ჩააყენოს და ეს მოთხოვოს ქართველებს. ნახოთ რა მოხდება. მაგრამ თურქებიც გაძლიერებულად მუშაობენ და ჯერჯერობით თურქები იგებენ ამ ბრძოლას რუსების სამარცხვინოთ უნდა ვთქვათ. მაგრა შევიდა თურქეთი აი ამ ნაწილში თავისი ეკონომიკით, ენით, რელიგიით და აითვისა აჭარა. და რუსებმა რატო დათმეს ეს ეთყობა, რაღაცა გარიგებას აქვს. რატო თმობს აჭარას რუსეთი და არ დათმო ოსეთი და არ დათმო აფხაზეთი. იმიტომ რომ აფხაზეთიც მუსულმანური არის. მან არ გაიჭაჭანა თურქმა და ის ნაწილი რატომ არის გადაბარებული? და მართლა ან თურქიზაცია თუ არ ემუქრება საქართველოს რაღაცა ნაწილი თურქიზაცია ემუქრება. და აჭარაც ახლა ყველა იქით გადადის, ხო საზღვარი გახსნილია, მთლიანად გახსნილია საზღვარი, სრულიად გამარტივებული, ესე იგი რუსთან დაკეტილია საზღვარი. და თურქთან გახსნილი არის. რუსმა რატო გააკეთა ესა? ესე იგი ჩაფიქრებულია რომ ეს რაღაც ეს ნაწილი კაი თურქებო შენი იყოს. მე წაგართვით ეგა და შეიძლება ეს კომპლექსი კონდეს რუს და დავა მიდიოდეს რომ არა შენ ეს ჩემი იყო და შენ გამომწიწკნა ქართველს მიეცი და ეხლა აღარც შენია და ქართველს კიდე რაჯანდაბად უნდა ესა მოდი მე წავიღებ. რა ვიცით მალე გამოჩნდება ეს რაჯანდაბის ის არის ხო? და დღესდღეობით რაც ჩანს ეს არის რომ თურქებმა ძალიან ფეხი მოიკიდეს მაგ რეგიონში. ფაქტიურად თურქები არ წყვეტენ მათ შემოსვლას, ჩაფიქრებული აქვთ ეგ მთლიანად მითვისებისა და პირდაპირ ახორციელებენ ამას. ამას ქართველების ხელს უწყობენ, ჩვენ თავკომბალა საპატრიარქო, მეორე თავკომბალა ეს აერო, ორი თავკომბალა არის საქართველოში, იცოდეთ და ეს ორი თავკომბალა არის, რომ ყველაფერს აი სიზულელებს აკეთებს. ამათ შორის ყველაზე ძლიერი თავკომბალა საპატრიარქოა და მისი შიოლაშვილი. ფაქტები ასე მეტყველებს ახლა იუმორი და გადაობა და ესა უფრო ადასტურებს იმას, რომ საქართველო მიექანება უსკოლისაკენ. იმის მაგურად განგაშიატე ხონდა. მერე ასეთი გაძლიერებული რელიგიის დაცვა, ესეც არ არის კარგის მომასწავლებელი. რელიგიის დაცვა, რომელსაც არც რევიზია უხდება, არც თეოლოგიური კვლევა ძიება, არც შედარებები, არც თქვათ რწმენაზე მუშაობა, რწმენის ისტორიაზე. არა, იმთავითო ეს მიუღებელია საქართველოში, ესეც ხელს ჩვენ ვაფიქრებინებს იმას, რომ საქართველო მიექანება უსკოლისაკენ, ამას მინ შეაჩერებს მე არ ვიცი. არაფერი მან მე ოპტიმისტურს მე ვერ ხედავ. 50 წელი არა, სამეგრელოს დავკარგავთ. დავკარგავთ იმას და დარჩება თბილისი. ეს ახლა მოხდება ესე რა. არასწორი ქრისტიანული ურთიერთობა ქრისტესთან, არასწორი ღმერთთან ურთიერთობა ჩვენ გვაკარგინებს ყველაფერს, ადამიანებს ბიბლიამ დაადასტურა და ვისაც ეს ჯერჯერა გთხოვთ, წაიკითხოთ ბიბლია, შესაბამისი ადგილები. ჯერ მთელი ისრაელის ისტორია ბიბლიაში მოცემული, თორემ ეს ებრაელების წიგნი არ არის. ქრისტიანობა მანდედან გამოვიდა იესო ქრისტე. და ასე გენეალოგიას გადავხედოთ მათესთან, გენეალოგიას გადავხედოთ ლუკასთან. ორი მახარებელის გენეალოგია ჩაწერილი არის სული წმინდის მიერ. ერთი იწყება ზემოდან ქვემოთ, მეორე ქვემოდან ზემოთ. მათესთან ზემოდან ქვემოთ, ღმერთიდან ქრისტემდე, ქრისტედან ღმერთამდე. ეს ლუკასთან. ხო გახსოვთ, კრავს იწყება ღმერთით, თავდება ღმერთით, იწყება ღმერთით, თავდება ღმერთით ერთთან. ეს კომპოზიცია ძალიან კარგად არის დაშვები. და ეს ახლა თუ გჯერათ ეს უნდა მიიღოთ. აბა ახლა საქართველოს ეკლესია ციდან არ ჩამოფრენილა. ეგეც ეყრდნობა ბიბლიას, ეგეც უნდა ეყრდნობოდეს იუდაურ ქრისტიანული არის და სულ ტყუილად არის ეს ქართულ ნაციონალურში. დაშორდა ეგ ძველი მე. აქედან ეს კატასტროფა გარდაუვალია. მე კატასტროფას უფრო ვხედავ და ეს უფრო ჯეჯილობს და ჯეჯილობს ეს საპატრიარქო და უფრო დებილებით გაივსო საპატრიარქო, ვიდრე თქვა დახვეწილი თეოლოგებითა და რეფორმატორი თეოლოგებით. მან დახვეწილი თუნდაც ევროპული გაგების თეოლოგები არ შესულა საპატრიარქო. ეს არის ყველა აგროვებს ყველაზე ბნელ ხალხს. ბნელი ხალხით გავსებული ეკლესია კიდე რა მოელის, მე მგონი თქვენ იცით ბიბლიიდან. პავლესნაირი არავინ არ არის მან და პავლეც კი დაგმობილი იყო, ისიც არასწორი ურთიერთობით ცხოვრობდა ღმერთთან და აზროვნებდა რომ არა დამასკოს გზაზე შეხვედრა იმ ისტორიული შეხვედრისა ქრისტესა პავლესთან, აი მან განაპირობა პავლეს მობრუნება და აზრზე მოვიდა პავლე. და ახლა მთელი საქართველო რა ვიცი, ახლა დამასკოს გზაზეც აღარ არის საქართველო და თუ ამას არ შეხვდა იესო ჩვენ საპატრიარქოს არ შეხვდლებს და გამორიცხეთ მათ სწორი სიარული. ესენი უკვე გააძღნენ და ნეტარებენ და ეს ამებმა ჩათვალეს რომ 60-ში არიან. ცხოვრობენ 60-ში, არაფერს არ იკლებენ, მშვიდინობენ, დროს ატარებენ. ამათ არაფერი არ ეხებათ. არც ფული უფლობა აწუხებთ, რა ვიცი მე, ყველაფერს ფლობენ, მიწებს, სიმდიდრეს, მაღაზიებს, ბიზნესებს, ღვინოებს, ყველაფერს ეგენი აკონტროლებენ. განათლებას შეიჭრენ ახლა.
პოლიტიკაშიც ეჭირებიან, რა უნდა რომ იხეტიალობს ახლა პუტინთან და იმებთან, რა საქმე აქვს რუსეთთან ჩიოლაშვილს მე ვერ გავიგე. აი რა საქმე გაქვს შენა? რა საქმე გაქვს? წადი რა მსოფლიო იმებთან ილაპარაკე, წადი რომელიღაცა ევროპულ რწმენის ხალხს შეხვდით და იქ რა უნდა ახლა იქ სად მიდის დააკვირდით ხო? რა სიკეთეს უნდა ველოდეთ ჩვენ ამისგან? არაფერს. ამიტომ აფხაზეთის დაბრუნება გამოვრიცხოთ, ოსეთის დაბრუნება გამოვრიცხოთ, ხო? ეგ მე არ ამჯერა, ეგაც ზღაპარია, იმიტომ რომ ეგ წასული ამბავია. ვერჩიოლაშვილი დაემბრუნებს მაგას, პირიქით, სულ დაკარგავს ყველაფერს, სამეგრელოსაც დავკარგავთ, აჭარასაც დავკარგავთ. სამცხე ჯავახეთსაც იქით რო არის ეს ახალციხე დღე, დავკარგავთ. აი ეს ნაწილები რიგში დგანან. რომელი იქნება პირველ ადგილზე, მე მგონი ალბათ აჭარა იქნება, ეს აი დღე-დღეზე გასხლდება ეს ხელიდან რა. ფაქტიურად ეგ გასულია. ახლა ინტეგრაცია მაინც სოფლიოში და ახლა ღობეს ხوار დაარტყამენ. არც ერთი აჭარალი თბილისში არ ჩამოვიდა. ეგენი არიან თურქეთში გადახვეწილი ხალხი, მუშაობენ თურქეთში. საშინელი პირობების გამო ეს აწყობთ ხელს აძლევს თურქეთს საქართველოში საშინელი ეკონომიკური გაჭირვება ეს პირდაპირ მისთვის კულზე წყალს ასხამს თურქებისას რომ აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი და არა მარტო აჭარის გურიის გადახვეწილი არიან თურქეთში ეს ტენდენცია უფრო იზრდება და ეს არის ასიმილაცია სოციალური ასიმილაცია ქვია ამას მე ამას მოყვება ეთნიკური ასიმილაციაც წმენაც ბატონო აჰა ეს შიულაშვილი კიდე აკურთხოს და აკურთხოს ხალხი ამისი კურთხევა არის ერის გადაკურთხევა ამის კურთხევას არ მოყოლია ერის აყვავება, ინტელექტუალური, ეკონომიკური. ეს 35 წელია ლოცავს და აკურთხებს საქართველოს და 30 წლის განმავლობაში ქართველი ერი განადგურდა. ამიტომ ამას შეაჩეროს ეს სიტყვები და ამის კურთხევა გაჩერდეს. ხმას ნუ იღებს. ჯობია. იმიტომ რომ რისხანებს ღმერთს, იყენებს ღმერთის სახელს და არანაირი ძალა არ აქვს ამის კურთხევას და ლოცვას. იმიტომ რომ ერი არის დაწყევლილი. უფრო და უფრო მრისხანებს ღმერთი. და ფაქტი სახეზია ხალხო. რა ვიცი, რეგვენი თუ უარყოფს ფაქტებს და მეტი ფაქტი რა არის? მოთვალეთ 77 წლიდან დღემდე რა ხეირი აქვს საქართველოს. მოაშორეთ შიოლაშვილი და ეს საპატრიარქო რა, ასე არის დასკვნა. ქართველმა ერმა ეს უნდა ამოიღოს თავიდან, სირცხვილი ქართველი ერი რომ დაბნელთა. რა რელიგია და რის ხატები და ყველა ძველი ბოლშევიკი ხატებთან დადგა. გიორგაძე რო ხატებთან და დაგვიდგება და ეხლა გვეხატავება რა, კაკებეშნიკი. ხმას იღებენ, ეგენი ხმას იღებენ, არცაც სხვენიათ რა. აგერმა დააქციეს ქვეყანა შიოლაშვილის თამადობით. სანამ არ დააქცევს ეს კაცი ქვეყანას, მანამდე ჯერჯერობით არის, ხო არის კარგად. თვითონ ის ფაქტი, კაცო, ავადმყოფი არის თავიდან ბოლომდე, ფიზიკური გაგებით. და რა ხელშაყვანილი დაყავთ რა. ისეთი ძვირფასი განძი არის, რომ ეს როგორ შეიძლება? დასვენება როგორ შეიძლება? აყიალებენ ზეითქვეით, ხან ევროპაში ოყნების გასაკეთებლად, ეხლა მოსალაპარაკებლად ოყნე გაკეთებული წავა იქა რა რუსეთში. რა უნდა უთხრას რა, დაგვასწრებენ მაგ საუბარს. თუ რა პატრიარქის საუბარი არასოდეს არ იწერება ოფიციალურ დონეზე. ეგ გასაიდუმლოებული არის მაგის ურთიერთობები, მაგის ზარები, მაგის ისენი სულ ყველაფერი. ჩვენ არ ვიცით ეს კაცი რა ურთიერთობა აქვს შიდა ურთიერთობები. თქვენ მოგისმენიათ? ტაბუ დადებულია ხო? მე მაინტერესებს რა მაგის ყველა საუბარი რა. არ ურეკავენ, არ იყო კავშირში ჩაბუ თუ რა არის? თუ ღმერთთან ლაპარაკობს, მაშინ კასეტები დაგვიდონ ღმერთთან როგორ ლაპარაკობს ეგ. არაფერი არ ვიცით ამ კაცის შესახებ. ვიზიტები მიდის, მოდის ერთი იყო იქ. რა ილაპარაკე? ჩართე დამასწარი რაზეა ლაპარაკი. იყოს ქართველები დაუჩოქონ მაგას დაუჩოქონ. სულ მარე საქართველოს აღარ იარსებებს. აყვნენ მაგას. ამას მეუნება მე ბიბლია.